არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. დღეს ამ სტუდიაში კიდევ ერთი კვალიფიციური პარტიის პრეზენტაცია შემოგთავაზებთ. პარტია, რომელსაც ზომიერი კონსერვატიზმი და დევიზი მებრძოლი ქართული სულის ხვებისგან რადიკალურად გამოარჩევს. სულ რაღაც არწლიანი ისტორია, არაერთხელ შეცვლილი პოლიტიკური კონფიგურაცია და დიდი ამბიცია, რომ სახელმწიფოს მართვას დამოუკიდებლადაც შეძლებენ. ბოლო 4 წელი ისინი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები და მისი კოალიციის წევრები იყვნენ, თუმცა მათი გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ საპარლამენტო უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადაინაცვლეს, ხოლო შემდეგ პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებდნენ. მიუხედავად ამისა, ამ პარტიის წარმომადგენლები რეგიონში მმართველ რგოლებში ამ დრომდე რჩებიან. აღიქვამს თუ არა ამომრჩეველი მათ ოპოზიციურ ძალად და როგორ აპირებენ ისინი არჩევნებში გამარჯვებას. პარტიის დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში თავად გვეტყვიან, როგორია ქვეყნის მართვის მათეული ხედვა და როგორ აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას. ბატონი კახაშარტავა იქნება დღეს ეროვნული ფორუმის სპიკერი ჩვენ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს სტუდიაში იმყოფება ჩვენთან ერთად და თქვენს ამომრჩეველს და იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის უნდა დაუჭირო მხარი 8 ოქტომბრის არჩევნებში, ექნება საშუალება იმისა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს თქვენზე, თქვენ საარჩევნო პროგრამაზე. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, თქვენ პრინციპში 5 პრიორიტეტული საკითხი გაქვთ საარჩევნო პროგრამაში კაფიოდ გაწერილი. ესა საკონსტიტუციო რეფორმა, ეს არის სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა და დეცენტრალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა, ჯანდაცვა, საპენსიო რეფორმა. როგორია ქვეყნის თქვენეული გეგმა, ბატონო კახა, იქნებ ამ პრიორიტეტებზე შევჯერდეთ, მივაწოდოთ ინფორმაცია პირველ ეტაპზე მაყურებელს და ამის შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ უფრო აქტიურად. მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. მშვიდობიან საღამოს, მშვიდობიან კარგ ნორმალურ არჩევნებს გისურვებთ. ძალიან მოხარულები ვართ აქ რომ იმყოფებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბათუმში და აჯარაში ყოველთვის კარგია ყოფნა, თუნდაც წვიმაში და ამ წვიმიან ამინჩით კიდევ ერთხელ ჩვენი პროგრამისეული ეს სიმბოლო, რომელსაც თანდათანობით ასე დაერქვა ქოლგა, უსაფრთხოების ქოლგა, ეროვნული გაერთიანების ქოლგა. ეს ქოლგის სიმბოლო არის ასახული ზუსტად ჩვენს პროგრამაში, რომელიც არ არის ეროვნული ფორუმის პროგრამა. ეს არის ჩვენეული ხედვა, ჩვენეული დამოკიდებულება, როგორ უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს სწორად სახელმწიფო სისტემა, მართვის სისტემა მთელი მის შემადგენელი კომპონენტებით ქვეყნის საშინაო თუ საგარეო საკითხებთან მიმართებაში. და თქვენად ჩამოთვალეთ ეს პრიორიტეტები, ახლა შეიძლება ასე ყურადღებას აქცევდეს, თქვათ, კითხველი, რომელიღაც ცალკეულ საკითხს აგალაგებდეს, მაგრამ პრინციპში ეს საკითხები სულ ყველა 7-ვე თავის წანამძღვარით ერთმანეთს მოყვება ერთი ტალღასავით, რომელიც საბოლოო სურათს კრავს და სამართლებრივ და სამართლიან სახელმწიფოს წარმოაჩენს და ამავე დროს ეს არის ისეთი შეთავაზება, რომელიც გულისხმობს, რომ ამ საქმიანობის შესრულებას და ამ საქმიანობის განხორციელებას, რაც იქ არის აღწერილი და ასაღწერადაც და მოსაყოლათაც კი ძნელია გადმოსაცემად, ძალიან ბევრი ძალის ჩართულობა დაჭირდება. ეს არ არის მარტო ფორუმისთვის, ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე არ ჩართულან სახელმწიფო საქმიანობაში და მოუხმობლებსაც ვარქმევთ ხოლმე, მათი შემოერთება, მათი ჩართვა ჭირდება და თქვენ კი ახსენეთ იქ რომ აი ფორუმი აქვს ამბიცია რომ დამოუკიდებლად მართოს, დამოუკიდებლად, მაგრამ მარტო არა. ბევრი შემადგენლებთან ერთად, რომელთა ერთობამაც ეროვნული თანხმობის წინაპირობა უნდა შექმნას, მათ შორის პარლამენტსაც თუ მივიღებთ ეროვნული თანხმობის წინარე პარლამენტს და შევთანხმდებით გენერალურ იდეას საკითხებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ფუნქციას, მის შიდა სწორ სამუშაოს ეხება და ეს საკითხები სისტემურად შემოდის პროგრამაში. იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიღწევა და თავისთავად პროგრამის დანიშნულება ისიც არის, რომ საკითხებს წინა საარჩევნოდ არა ცალ-ცალკე და ამოგლეჯილად შევხედოთ, რომ 24 წლის განმავლობაში და ყველა არჩევნებზე ერთი და იგივე თემებით არ იყოს მანიპულირება, ამას ავწევთ, იმას დავწევთ, ამას გამოვასწორებთ, იმას გავაუმჯობესებთ, არამედ პროგრამულად და კომპლექსურად შეგვეხედა ყველას ერთად აი სისტემური პრობლემებისთვის რაც გვაქვს და როგორ შეიძლება ამის სისტემურადვე და კომპლექსურად გამოსწორება.
და სხვა პარტიებისთვისაც ალბათ იქნებოდა ეს მაგალითი, რომ პროგრამებს, რასაც ვარქმევდით ადრე ჩვენი ცალკეულ მესიჯერს და ცალკეულ შეთავაზება დაპირებებს, ამის ნაცვლად გადავსულიყავით მართლა კომპლექსურ სისტემურ ცვლილებებზე და ამაზეც შევთანხმებულიყავით. ახლა ზოგადად პარტია ალბათ რაღაცა ცალკეულ ნაწილებზე აკეთებს მაინც აქცენტს, მაგრამ ჩვენთვის ჩვენ შემთხვევაში არათუ 5 ან 7 პრიორიტეტი არის ერთი შეთავაზება და ეს არის სრულად პროგრამა, რომელზეც ბუნებრივია ახლა ვისაუბრებთ ჩვენ და თავისთავად ახლა ის მთელი ეს კომპლექსი რაც იქ არის აღწერილი სახელმწიფოს უსაფრთხოებასაც გულისხმობს. სახელმწიფოს უსაფრთხოებას გულისხმობს პირველ რიგში მთელი მისი შემადგენლით, საშინაო თუ საგარეოთი, მაგრამ სანამ პროგრამაზე გადავალთ, პროგრამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ახლავთ ის შემადგენლობა, რომელიც მათ შორის პროგრამის შექმნაში მონაწილეობდა და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა განახორციელონ ეს პროგრამა. ამიტომ თქვენის ნებართვით პირველ რიგში მაშინ წარადგინეთ და მე მაურებელს უთხრა, რომ აქ გზდებიან აჭარაში ჩვენი ეროვნული ფორუმის კანდიდატები, როგორც საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატები, ასევე უმაღლეს საბჭოში, აჭარის უმაღლეს საბჭოში. და ეს ადამიანები არიან თავარი პროგრამა, ეროვნული ფორუმის თითოეული მათგანი არის ცოცხალი პროგრამა, ოღონდ არა დაპროგრამებული, არამედ მათგანვე ასე თავანკარად წამოსული და იმ სამუშაოში განსახორციელებელი, რომელიც მათ აქვთ გასაკეთებელი. აქ გახლავთ პროგრამის ძირითადი ნაწილების ორი ავტორი გახლავთ წარმოდგენილი გიორგი ხეჩინაშვილი, რომელიც ასევე პროგრამული ჯგუფების კოორდინატორი იყო, თემურ მაისურაძე. აქ გახლავთ ჩვენი პარტიის ლიდერი, პოლიტიკური მდივანი, ბატონი გუბას სანიკიძე. ახლა მე მინდა ვთხოვო ჩვენი აჭარის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს, კოორდინატორს ბატონ ავთანდილ დავითაძეს, რომელიც ასევე ჩვენი კანდიდატია ბათუმში მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, წარმოგვიდგინოს კვლავ აჭარას ის ადამიანები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აჭარა პარლამენტშიც და უმაღლეს საბჭოში. ცდილობთ ბატონო დავთანდილ. მოგესალმებით. ძალიან ბევრ საკითხს შევეხოთ, სულ რაღაც 1 საათი გვაქვს, ამიტომაც მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ეს დრო იმისათვის, რომ თქვენ სამომრჩეველს უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს. მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში. მე ოლქების და მიხედვით მივყვები თანმიმდევრობით. 62-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბატონი ელდარ ხალვაში, საქართველოს პარლამენტში. 62-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალბატონი ჯამილა მინჯია. 79-ე საარჩევნო ოლქში მე გახლავთ პირადად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემთან ერთად აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალბატონი თინა იმნაძე. 70-ე საარჩევნო ოლქში წარდგენილია ეროვნული ფორუმის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში ქალბატონი მადლენა მახარაძე. და ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ბატონი ზალ ჯაფარიძე. 71-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის წარდგენილი ქალბატონი დალი მართალიშვილი საქართველოს პარლამენტში. და ამავე ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალბატონი სოფიო ცეცხლაძე. ხალბატონების სიმრავლით გამოირჩევა თქვენი კი ბატონო, საარჩევნო ასე რომ გენდერული ბალანსი არ არის დარღვეული პირიქით. 72-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში გახლავთ ბატონი იბრაიმ დილმანიძე და ამავე ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში ბატონი მერაბ აბაშიძე. და ზემო აჭარა, ქედა შუახევი ხულო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ბატონი ვანო პაპუნიძე, ყველასათვის ცნობილი და განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობისათვის და ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ბატონი ნუგზარ ზოსიძე. კი ბატონო. კი ბატონო, გასაგებია. კითხვა-პასუხის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ აუცილებლად ბატონ კახა, ახლა რომ მიჯდნენ აქ თქვენი ოპონენტები, იგივე ოპოზიციური პარტიებიდან აუცილებლად კითხავდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოახერხეთ იმ ყველაფრის განხორციელება, რომელზეც შესავალ ნაწილში ისაუბრეთ თქვენ იმ 4 წლის განმავლობაში, როდესაც
თქვენი პოლიტიკური გაერთიანება იყო კოალიციურ რეჟიმში, იგივე ქართულ ოცნებასთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და სხვა პარტიებთან. მე უფრო სხვანაირად გკითხავთ, რისი გაკეთება შეძელით ამ 4 წლის განმავლობაში იმ გეგმიდან, რომელიც თქვენ გქონდათ თავიდანვე დასახული და რისი გაკეთება ვერ შეძელით. ანუ რა დაგჭათ ისეთი, რომელსაც საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში პირველი რიგის ამოცანა იქნება და გააკეთა. რაც დარჩა პროგრამაში არის ასახული, რომელიც სხვათა შორის გაზეთის ფორმითაც არის დაბეჭდილი და იქნება მოსახლეობაში და თქვენც ალბათ შეგხვდებათ გაზეთის ეს ნომერი. რა გაკეთდა, რა კეთდებოდა, რა ვერ კეთდებოდა, რატო არ გამოდიოდა, უკეთესად ალბათ ამაზე ისაუბრებენ ჩვენი პარლამენტარები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ საქმიანობაში, საგარეო ურთიერთობა იქნება საშინაო, შიდა კოალიციური თუ საერთო საქვეყნო. და ამ საკითხებიდან და ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენი ზნებართვით მე მაშინ გადავცემ სიტყვას ჩვენს პოლიტიკურ მდივანს ბატონ გუბას სანიკიძეს, რომელიც უკვე დაიწყებს აი ამ საკითხების ახსნა მოყოლას, რაც თქვენ გაინტერესებთ. ხართ სპიკერის შესაბამისად. კი ბატონო, მადლობა. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები დიდებულ აჭარას და მის მკვიდრთ საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს, ახლა მე მინდა გარკვეულწილად ანგარიში ჩაგაბაროთ იმ გაწეული სამუშაოების შესახებ, რომელიც იქნა ეროვნული ფორუმის მიერ გაწეული, როგორც ფრაქციის მიერ. ჩვენ ვიყავით 6 დეპუტატი. აქ ვართ ახლა წარმოდგენილი 3, მე, ბატონი გიორგი და ბატონი თეიმურაზი. ბატონი გიორგიც მოგახსენებთ, თეიმურიც მოგახსენებთ იმ გაწეულ სამუშაოებზე. მე მინდა მე პირადად და აქედან გამომდინარე ეროვნული ფორუმის ფრაქციის მიერ რა სამუშაოები იქნა გაწეული. ფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, უმეტესწილად ჩემი საქმიანობა მოიცავდა სამეზობლო პოლიტიკას, იმიტომ რომ მე ჯერ მოგეხსენებათ გახდით კომიტეტის თავმჯდომარე კავკასიის, შემდეგ ვიყავი ვიცე-სპიკერი. ამიტომ მე უშუალოდ მევალებოდა საქართველოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის წარმოება უახლოეს სამეზობლოში. სერიოზული შემოbrunება გაკეთდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოკავკასიელები ფაქტიურად მოტრიალებული არიან საქართველოს მხარეს. ძალიან დიდი შრომა დაგვიჯდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ძალიან სერიოზული დონის კონტაქტები იქნა ან განახლებული, ან შექმნილი ჩრდილოეთ კავკასიელებთან. გამონაკლისი არის მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთი და ჩეჩნეთი, გარკვეული მიზეზების გამო, მე ახლა ამაზე არ გავჩერდები. დანარჩენი ჩრდილოკავკასიური მოდგმის ხალხები და არა მარტო კავკასიური მოდგმის ხალხები, არამედ თურქული მოდგმის ხალხები, თქვათ ინდოევროპული მოდგმის ხალხები შემოbrunebuli იქნენ საქართველოსკენ. ეს დაწყებულია, თესლი ჩაგდებულია, ნერგი დარგულია, ამას ჭირდება გაგრძელება. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ერთჯერად იქმედება, ვერ იქნება და ეს უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა, როგორც რამოდენიმე საუკუნის ასეული წლების განმავლობაში ჩვენი წინაპრები, ღირსეული წინაპრები აკეთებდნენ. მეორე, სერიოზული წარმატებები გვაქვს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. მე პირადად ვიკავებდი პარლამენტში თანამდებობას მეგობრობის ჯგუფის ჩრდილოეთ კავკასიის, სამხრეთ კავკასიის, ირანისა და თურქეთის. სერიოზული წინსვლები გვაქვს სომხეთთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მიმართ ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა, გარკვეული ძვრები ჰქონდა, პოზიტიური ძვრები თურქეთში და განსაკუთრებულ წარმატებას მივახციეთ მგონია ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ თქვენ, რომ ირანს მოეხსნა სანქციები. ირანი გამოდის როგორც ძალიან სერიოზული მოთამაშე, როგორც რეგიონალური, ისე მთელი მსოფლიოს დონეზე და როცა ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მანდა მაინც კარგი ურთიერთობები ირანთან საქართველოს არ ჰქონდა. ამას ჰქონდა რამოდენიმე მიზეზი. ჩვენი მხრიდან იქნა ორი შეცდომა დაშვებული. არ გავჩერდები ახლა ამაზე, წინა ხელისუფლების მიერ და ჩვენი კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. სერიოზული ურთიერთობები განახლდა ძველ დიასპორებთან, როგორც ქართულთან, ისე კავკასიურ დიასპორებთან. ასე რომ ვთვლი, რომ მე პირადად და ეროვნულმა ფორუმმა დიდი სამსახური გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი ყოფილი მტერი ჩვენს მოკეთეთ ვაქციეთ და ქვეყანას შევძინეთ ახალი მეგობრები.
აი ეს ძალიან მოკლედ რაც პირადად მე როგორც დეპუტატმა განვახორციელა. ახლა შეიძლება გიას კი ბატონო, თუმცა მანამ ბატონ გუბასთან მექნება კიდევ ერთი შეკითხვა თქვენის ნებართვით ბატონ გუბას რუსეთი კვლავ რჩება ერთ-ერთი ყველაზე დიდ პრობლემად და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის. ამ მიმართულებით რისი გაკეთება შეძლო კოალიციამ, რისი გაკეთება ვერ შეძლო მათ შორის თქვენი შემადგენლობით და თქვენ აცხადებთ რომ სწორი დიპლომატიური ურთიერთობებით, სწორი დიპლომატიით შესაძლებელია რომ დაალაგდეს რაღაც დონეზე ეს ურთიერთობები, ხო? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი თქვენ პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს? კი ბატონო და ბატონო. ბატონო ლაშა, მაშინ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ეს უკვე პროგრამული საკითხია, რომელიც ფორუმის პროგრამული საკითხია. თუ ჩათვლით საჭიროთ, მაშინ ახლა ვიტყვი, ან ცოტა მოგვიანებით. ნაწილზე გადავიდეთ უკვე ის დროა ჩემი აზრით, იმიტომ რომ უკვე 12 წუთია ფაქტობრივად ეთერში ვარ და სულ რაღაც 48 წუთი გრჩებათ იმისათვის რომ ყველა საკითხი შევეხოთ, ამიტომაც მე მინდა ბევრ საკითხი შევეხოთ და დავიწყოთ ყველაზე პრობლემურით საქართველოს დარღვეული ტერიტორია. და უსაფრთხოების საკითხი ზოგადად. ფორუმის პროგრამა იწყება უსაფრთხოების საკითხით, იმიტომ რომ თუ ქვეყანას არ ექნა უსაფრთხოება, პური არ გამოცხება ქვეყანაში. ყველანაირი ეკონომიკური პროგნოზები, რაც არ უნდა მამაცური იყოს და ოპტიმისტური, არ განხორციელდება თუ საქართველოს არ ექნა უსაფრთხოება. ჩვენი ხედვა არის აბსოლუტურად განსხვავებული და ორიგინალური და შეიძლება ითქვას ნოვაცია არის შემოტანილი, იმიტომ რომ დრო არის საქართველოს დაიწყოს თავისი ფუნქციის შეძენა. საქართველოს დღეს არის სახელმწიფო უფუნქციო, საკუჭნაოს მსგავსი, ამიტომ არის რომ ჩვენ მანდამაინც სერიოზული წარმატებები საგარეო მიმართულებებში არ აგვაქვს განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ფორუმს მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა იქონიოს პოზიტიური გამტარის როლი რეგიონში. რავს გულისხმობ? ჩვენგან ჩრდილოეთით მიდის სისხლიანი დაპირისპირება უკრაინაში, ჩვენგან სამხრეთით მიდის სისხლიანი დაპირისპირება სირიაში, ჩვენ თვალწინ აფეთქდა სამი სახელმწიფო: ლიბია, სირია და ერაყი. როგორ ჩანს პიკი ჯერ კიდევ წინ გველოდება ამ პრობლემების, თუმცა ადამიანების სახელმწიფოების ბუნებრივი მდგომარეობა არის მშვიდობა. სამშვიდობო პროცესები დაიწყება აუცილებლად უახლოეს პერიოდებში, ამისი სურვილი არის, ამისი განწყობები არის რეგიონში. პრობლემა არის ინიციატორი სახელმწიფო, ვინ უნდა იყოს ინიციატორი სახელმწიფო. დიდი ქვეყნები, დიდი მოთამაშეები, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, ამ ბოლო დროს ჩინეთიც გამოჩნდა რეგიონში. ისინი ვერ იქნებიან ინიციატორები, იმიტომ რომ ნებისმიერმა ერთმა რომ დაიწყოს ინიცირება, დანარჩენები დაბლოკავენ. ამიტომ იდეა მდგომარეობს და ეს არ არის ჩვენი მონაგონი, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე გვიმუშავია და ჩვენ ეს იდეები ამ დიდი ქვეყნებიდან ყოველ შემთხვევაში უმეტესი მათთაგან ჩვენ ეს იდეები აღებული გვაქვს, მათი შეკვეთაც არის ეს. საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში უნიკალური მდგომარეობით, იმიტომ რომ საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა დაპირისპირებულ მხარესთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა. მე ვგულისხმობ დიდ ახლო აღმოსავლეთს. ჩვენი გეგმა მდგომარეობს ამაში. ინიციატორი საქართველოს, ინიციატორი და მასპინძელი საქართველოს, პირველი მოკავშირეები ევროპა, ამერიკა, შემდეგ იწყება ირანი, თურქეთი, შემდეგ არაბული ქვეყნები და რა თქმა უნდა ბოლოში რუსეთიც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. ეს არის გრანდიოზული გეგმა, მაგრამ ეს არ არის უტოპია, ეს არის განხორციელებადი, ამის განხორციელება სავსებით შესაძლებელია, ძივი თითქმის აწყობილია, განწყობები არის, შეთანხმებები, საუბრები, ზეპირი საუბრები ამ ქვეყნების ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან, ელჩებთან, ამაზე 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ჩვენ საუბარი, ისინი ელოდებიან საქართველოს ინიციატივებს. ერთადერთი შემადგენელი, რომელიც ამას აკლია დღეს, ეს არის ქართული სახელმწიფო. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების ყურადღება, ალბათ ეს მაინც ჩემი ბრალია, იმიტომ რომ კარგად ვერ აუხსენი ჩემს კოლეგებს, ჩვენი ხელისუფლება არ არის ჩამოყალიბებული სამეზობლო პოლიტიკაში, საქართველოს არ აქვს სამეზობლო პოლიტიკა წყობრი, საქართველოს არ აქვს წყობრი მიმართულება ისლამურ სამყაროსთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ საუბრობთ მივდივარ რუსეთთან. რუსეთი არის ბოლო კომპონენტის შემადგენელი ამისი. ბატონ ლაშ დავასრულებ. რუსეთი არ დამვიწყებია უბრალოდ. აი ეს კომპონენტები, რომელიც ჩამოთვალე, აუცილებელია და შემდეგ რა თქმა უნდა რუსეთი უნდა ჩაერთოს ამ საკითხებში.
ეს გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. პირისპირ რუსეთთან დარჩენა არის ჩვენთვის დაღუპვა. ეს არის მცდარი გზა, ეს არის ჩიხი, ამიტომ ისმის შეკითხვა ძალიან მარტივი. დღეს რუსეთი არის დესტაბილიზაციის ფაქტორი რეგიონში. არის შესაძლებელი თუნდაც თეორიაში, რომ რუსეთი იქცეს სტაბილიზაციის ფაქტორად. ეროვნულ ფორუმს მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია, ოღონდ ამაში უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი როგორც დასავლეთის, ისე სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ძალიან მარტივია, გასაგებია, განხორციელებადია. ოღონდ ამას ჭირდება ძლიერი დიპლომატიური კორპუსი, ამას ჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები, ამას ჭირდება თანამშრომლობა უახლოეს სამეზობლოში, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკას არ გააჩნია. არ ვიცით რა ხდება თურქეთში, არ ვიცით რა ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში და უახლოეს სამეზობლოში. ეს რადიკალურად და ძალიან სწრაფად უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს 2-3 წელი დრო, მეტი არა გვაქვს. მერე ეს მოვლენები ჩვენ ჩაგვივლის გვერდში ჩაგვივლის და ჩვენ ისევ დავრჩებით გეოპოლიტიკურ საკუჭნაოდ. დიდი მადლობა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. საშინაო საფრთხეც არ დაგვავიწყდეს. კი, აუცილებლად ამასთან სახელმწიფო მე რასაც გულისხმობ ახსნი თუ შეიძლება სახელმწიფო მართვის სისტემა. უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე დაიწყო აღდგენა პრაქტიკულად იმ ბოლო ეტაპის საბჭოურმა მოდელმა მართვის თავის სტრუქტურებითა და ფუნქციებით, რომელიც მუშაობს საკუთარ თავზე სახელმწიფოს ხარჯზე და პარაზიტადაც. ამიტომ მხოლოდ პოლიტიკური ძალების ცვლილება ამ რეალურ აღმშენებლობისკენ გადასვლის შანსს არ იძლევა თუ მართვის სისტემის რეკონსტრუქცია არ მოხდა. ამ რეკონსტრუქციას მართვის სისტემის და ერთ-ერთ მეთოდად პროგრამულ ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის დანერგვას ეძღვნება მნიშვნელოვანი თავი, პირველი თავი ჩვენს პროგრამაში, რომელზეც მინდა რომ მისმა ერთ-ერთმა ავტორმა აქ ისაუბროს და წანამძღვარში იქ არის ამ თავის წანამძღვარში არის მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელიც იმ რთულ სიტუაციას ხატავს, რაშიც იმყოფება დღეს საქართველოს სწორედ ასეთი სისტემის მმართველობის, ასეთი სისტემის არსებობისა მონოპოლიებთან ერთად და ძალიან სპეციფიკურ საბანკო სექტორთან ერთად. და რა ტიპის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ ამ სისტემამ სახელმწიფოზე და მოქალაქეზე დაიწყოს მუშაობა და არა პირიქით, ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორ რა გათავისუფლეს შემდგომ ეკონომიკური სივრცე ამ კლანჭებისგან, ასეთი მართვის სისტემის, ასეთი კონგლომერატისგან. დიახ, არის, ამიტომ არ იქნება და ვერ იქნება საშუალო ფენა, რეალური დიდი ხნის ნანატრი საშუალო ფენა, რომელიც აცოცხლებს ცხოვრებას, გავლენას ახდენს სახელმწიფოს პოლიტიკაზეც, შემოაქვს რეალური პატრიოტიზმისა და დემოკრატიის მუხტი და წინაპირობა ბევრი ძლიერი ქართული ოჯახის ქართულში გულისხმობ ბუნებრივია ყველა ეთნიკური და ეროვნული წარმოშობის აქაური ქართველიერის შემადგენელს, ბევრი ქართული ოჯახის ძლიერის, რაც ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და ძლიერ ქვეყანას. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ სისტემური ცვლილების საკითხთან დაკავშირებით, თქვენის ნებართვით თემურ მაისურაძეს მინდა ვთხოვო. ძალიან მოკლეები ვიყო და კონკრეტულები ოღონდ სისტემური ცვლილება და ეკონომიკა. მიკროფონი მიაწოდეთ თუ შეიძლება. ძალიან ცოტა. 1 საათი გაქვს სრულად ბატონო გოგას. კი ბატონო, მე მინდა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის აჭარაში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები მოვისმინო, ამიტომაც დიდი მადლობა გამომიგესალმებით ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, მეც ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ანუ რა ინიციატივები იყო, პირველი ის რომ ჩვენ მოვასწარით ჯარიმების საკითხი, პირველი შეიქმნა თუ რა პარლამენტი ჯარიმების რესტრუქტურიზაცია და შენ ფორუმიდან წამოვიდა, იმიტომ რომ მოსახლეობას უწევდა დაჯარიმაზე 100, 200, 300 და 500%-ის გადახდა. მეორე ესე იგი შემდგომში ესე იგი ჩვენ ინიციატივა იყო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნა, რომელიც დღეს საამაყო და ყველა ეკითი შეხელს და ის სტარტაპების ინიციატივები, რომლებიც დღეს არის, ეს ჩვენი ინიციატივა იყო. მესამე ის რომ სიხშირეების რესტრუქტურიზაცია მოახერხეთ და იმავე წელს საქართველოს ბიუჯეტმა ერთადერთი კანონია, რომელიც შემოიტანა 250 მილიონი, იმიტომ რომ სიხშირეები, შეზღუდული სიხშირეები არ იყო სწორად განაწილებული და 4G დღეს რომ ახალგაზრდობა და ყველას რომ გვიხარია ინტერნეტი, ამ ცვლილებას მოყვა. ჩვენ გვქონდა სურვილი რომ ქუთაისის პარლამენტი, ანუ თბილისში გადასულიყო პარლამენტი და ქუთაისში შექმნილიყო რეგიონული მასშტაბის სასაქონლო საფონდო ბირჟა, რომელიც ძალიან მაგრად გააცოცხლებდა მთელ ქუთაისს და იქ მოხდებოდა მთელი კავკასიური ვაჭრობების და ფასიანი ხალხების საშინდე, მაგრამ ეს ჯერ ვერ გახორციელდა და იმედი გვაქვს რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ინიციატივა იყო და ჩვენი იდეა იყო რომ საქართველოში არა უბრალოდ ღვთის კანონი,
ან შექმნილიყო ესე იგი დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა, იმიტომ რომ დღეს მარტო მთას კი არა, ბარსაც უჭირს შემოკარგებო და შეუძლებელია განვითარდეს მთლიანად მთელი რეგიონი, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ნახევარი არის თბილისში და სხვა ციფრი 99%-ში საქართველოს ტერიტორიის წარმოებს მხოლოდ ეკონომიკური აქტივობის 29% და იმ 1%-ში თბილისში არის კონცენტრირებული 71% და რაზეც ბატონმა კახამ ბრძანა ესე იგი დაახლოებით 15 წლის წინ 70% იყო მსხვილი ბიზნესის და 30 იყო საშუალო და მცირე ბიზნესი, დღეს გვაქვს მხოლოდ 20% საშუალო და მცირე და მსხვილი ბიზნესი გაიზარდა კიდე 10%. ანუ ძალიან ცუდად მივდივართ. ამიტომ არის კლანჭებში ეკონომიკა და მომავალში თუ იქნება შეკითხები. საგადასახადო სისტემა და მისი რეფორმირება როგორ წარმოგიდგენია თქვენ სხვათა შორის თითქმის ყველა პარტია საუბრობს ამასთან დაკავშირებით ამ წინასაარჩევნო პერიოდში. თქვენი მოსაზრებით არის თუ არა დღეს ლიბერალური საგადასახადო სისტემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და როგორ უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი იგივე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. გადასახადები უშლის ამას ხელს, როგორც ხშირად გვესმის. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, გადასახადები ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ყველა პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ რაღაცა გადასახადი უბრალოდ უნდა შემცირდეს. ჩვენი მიდგომა არის აბსოლუტურად სხვა. ჩვენ ვამბობთ, რომ იმის გამო, რომ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ბიზნესის კეთება სხვადასხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი რაიონი დაცლილია 100%, ზოგი 80, ზოგი 60 და ასე შემდეგ. ეს ეკონომიკური აქტივობა რომ უკან გადავიდეს, მთის კანონიკა არ უშველის, არამედ დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა. იმ რეგიონებში, სადაც სულ დაცლილია, საგადასახადო ტვირთი უნდა იყოს სიმბოლურად პირობითად 1%, შემდეგ უკეთეს მდგომარეობაში 2 და ასე შემდეგ, რომ ყველას კონდეს არჩევანი იმუშაოს ისეთ საგადასახადო ზონაში, რომელიც მის ბიზნესთვის ყველაზე მომგებიანია, რომ ჩვენ მივიღოთ მართლაც პირდაპირ ინვესტიციების ბუმი, იმიტომ რომ საქართველოს ბანკებში დღეს დებს 7 მილიარდი ანაბარი, რომელიც ეკონომიკაში არ ტრიალებს. 60 მილიარდი საქართველოს ბიზნესმენებმა გაიტანეს უცხო ქვეყანაში და უცხო ინვესტორები მაგას კითხულობენ, ბატონო, თქვენთან თუ ეკონომიკა კარგად ვითარდება, თქვენ ჩვენ ქვეყანაში თქვენთან რატო არ დებთო ფულს? ესაა მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, აი ეს საგადასახადო სისტემა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს კაპიტალი შიგნით დატრიალდეს, უცხოეთისთვის გახდეს საინტერესო და რატო თქვით სასაქონლო საფონდო ბირჟა? იმიტომ რომ როდესაც საქართველოში პირობითად შენდება რაღაც დიდი ელექტროსადგური, პირველი შეთავაზება უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობაზე, რომ მოსახლეობა შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ ზოგს 100 ლარიანი დაუშვათ ღირებულების აქციის შეძენა მოუნდება, ზოგს 1000, ზოგს 10000 და რაც საქართველოში გაიყიდება ეს აქციები დარჩება საქართველოში, ჩვენ ვიქნებით იმ ელექტროსადგურების მეპატრონები და თავისუფალი რაც იქნება, ის შეგვიძლია შევთავაზოთ თქვენ სხვებს. აი ეს არის საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა პირდაპირ ესე იგი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, ეს არის ჩვენი როლი და უფრო მეტიც. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები, ეკონომიკური ლიდერები რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნოვატორული მიმართულებით ლიდერები რეგიონში, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ეკოლოგიის მიმართულებით ინიციატორები და ლიდერები რეგიონში. ყველა შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ სახე ამ რეგიონში ყველაზე წარმატებული სახელმწიფოს. კი ბატონო, ამ ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ იმპულსებს ეკონომიკის გაცოცხლების უნდა კონდეს მასობრივი ხასიათი, ერთჯერადი სტარტაპები, პატარ-პატარა თანხებით დაფინანსებული რამდენიმე თქვა წახალისებული ინიციატივა მას არ ყოფნის, ამიტომ შესაბამისად ჩვენთან გათვლილია წელიწადში დაახლოებით 5000 ახალი ბიზნესის შექმნის შესაძლებლობის მიცემა სახელმწიფოს მიერ, ვინაიდან ბანკები ამ საქმეს არ უზრუნველყოფენ, ვერ უზრუნველყოფენ და კრედიტი ვერ გამოაქვს დამწყებს. ამ მასობრიობის უზრუნველყოფა რომ თანდათან 3-4 წლის განმავლობაში რეალური საშუალო ფენა გაგიჩნდეს და თან როგორც თემურმა ბრძანა ეკონომიკური გამწვევებით დიფერენცირებული საგადასახადო სისტემით რომ ყველაფერი არ მოეჯაროს თბილისს, არამედ დაიწყოს ეკონომიკური კოლონიზაცია ერმა თვითონ საკუთარივე ტერიტორიის, რომ ამის კოლონიზება არ მოახდინოს სხვებმა და ჩვენ მოქალაქეები იყვნენ კონკურენტუნარიანები, მაგრამ ეკონომიკას და სისტემურ ცვლილებებს, პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლას, სისტემის რეკონსტრუქციას ბუნებრივია კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ჭირდება. შესაბამისად შემოდის სამეცნიერო განათლების სისტემის რეფორმის და რეალურად თანამედროვე განათლება არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდებიან ამავე დროს ადამიანებს ჭირდებათ ჯანმრთელობა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სოციალური ზრუნვა და ასე შემდეგ, სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა დასაქმებასთან ერთად, რაც უკვე აღნიშნეთ, ამიტომ
ეს საკითხებიც ასე პროგრამაში მოდის განათლება, ჯანდაცვა, ეკოლოგია და მე მინდა ამ საკითხებსაც რომ გავყვეთ და გაგრძელდეს და გიას მინდა ვთქვი. კი ბატონო, მაშინ გიას ვკითხავ, მეც ვკითხავ, აი ყველაზე პრობლემური მე მინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს დრო იმისათვის, რომ თქვენს ამომრჩეველს უფრო მეტი ინფორმაცია კონდეს და ეფექტურად გამოვიყენოთ ეს ეთერი. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს განათლების სისტემაში არსებობს, აქ მოსულ ყველა პარტიას ვეკითხები აბსოლუტურად და რაში მდგომარეობს გამოსავალი ამ შემთხვევაში. ადრესატი ამ შემთხვევაში ბატონი თემური იქნება ბევრად, იმიტომ რომ ჯანდაცვა, ეკოლოგია. კი ბატონო, მაშინ ჯანდაცვაზე ვისაუბროთ. შემილია ჯანდაცვის პროგრამები იგივე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. ძალიან ბევრს აკრიტიკებენ, ძალიან ბევრი კარგი გვესმის ამ პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა კრიტიკოსიც ყავს ბევრი. თქვენ რას ხედავთ? კი ბატონო, ჯერ ეს ვაკეთეთ, მოდით დავიწყოთ აქედან, იმიტომ რომ ყველაზე წარმატებული პროექტი წინა ხელისუფლების ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის შექმნაში, რომლის იდეოლოგიის და საარჩევნო პროგრამის შექმნაში და იმპლემენტაციაში ეროვნულმა ფორუმმა და თქვენმა მონამორჩეულმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. ეს ერთი. ამ პროგრამას სჭირდებოდა კარგი პოლიტიკური პატრონი და ლობირება, იმიტომ რომ დასამალი არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ და მისმა მიმართულებებმა ბევრი მოწინააღმდეგე გაიჩინა, მარტივ მიზეზის გამო, რომ მონოპოლიური და ვთქვათ ასე ვთქვათ სისტემების დასანგრევად იქნა გამოყენებული. შემდეგი ეროვნული ფორუმი დებს ვფიქრობ უმნიშვნელოვანეს კანონ პროექტს და შემდგომში კანონს ტუბერკულოზის შესახებ, რომლის ავტორი გახლავართ მე. რომელიც აქცენტს აკეთებს სოციალურ სნეულებაზე, მის კონტროლზე ქვეყნის მასშტაბით და არა მარტო ამ ქვეყნის მასშტაბით, არამედ რეგიონალურ ჭრილში. მესამე უმნიშვნელოვანესი, ასევე ჩვენი მონაწილეობით ევროპული გაერთიანება, მსოფლიო გაერთიანება ევროპის და აზიის პარლამენტართა იქნება, რომლებიც ერთად მუშაობენ ტუბერკულოზის კონტროლზე ევრაზიის რეგიონში, მე ვარ მისი თანათავმჯდომარე და პერსპექტივა არის C-ჰეპატიტი და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი მიმართულება იტალიელებთან ერთად ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რომელიც ასახული არის უკვე საარჩევნო პროგრამაში. ეს არის დღევანდელი ჯანდაცვის პროგრამის აქილევსის ქუსლის მოწესრიგების ინსტრუმენტი, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები პირველად ჯანდაცვის კომპონენტში. აი ეს რაც გაკეთდა. ეხლა სხვა რაც კეთდება. სარგებლობდეს ყველა ის ფენა, რომელიც დღეს სარგებლობს ამ პროგრამით თქვენი მოსაზრებით. ადამიანი, რომელსაც დაუშვათ გააჩნია ხელფასი 5,000 ლარის ოდენობით და ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია. ვიცი მე სტანდარტული შეკითხვა. როცა აკეთებენ ამ შედარებებს, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. ვიცი მე სტანდარტული შეკითხვა, რომელზეც უპასუხებ ბევრჯერ, მაგრამ გავიმეორებ. თავარი არის ის იდეოლოგია, რომელიც რასაც ქვია საყოველთაო ჯანდაცვა. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, იმიტომ რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია. ეხლა როგორი მოდელი იქნება გამოყენებული? ეროვნული ფორუმი სწორედ სისტემურად უდგება საქმეს და ამიტომ შემდგომი ეტაპი ამ პროგრამის განვითარებისა არის საყოველთაო შეთანხმება პოლიტიკურ ძალათა შორის, ეს იქნება სავალდებულო სადაზღვევო მოდელი, ეს იქნება ბიუჯეტური, ვთქვათ, ინგლისური დაფინანსება თუ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოდელი, მისი მართვის კუთხით და მისი ასე ვთქვათ ხარისხის კონტროლის კუთხით არის გარდამავალი, მას უამრავი სისუსტე გააჩნია და სწორედ მის მოსაწესრიგებლად არის რამდენიმე მიმართულება ჩვენს პროგრამაში წარმოქმნილი. გასაგებია განათლების საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გკითხოთ განსაკუთრებული პრობლემები სასკოლო ისწერ და გავიხსენე. კი ბატონო, პედაგოგებთან დაკავშირებული სკანდალი სულ რამდენიმე ხნის წინ. ის რომ მაღალმთიანეთში ვერ იღებენ სათანადო განათლებას, ჩვენ ამას წინაც საინფორმაციო სამსახურმა გადაიღო სიუჟეტი იმის შესახებ, რომ აჭარის მაღალმთიანეთში პედაგოგები ზოგიერთი საგნი საერთოდ არ არსებობს და ამ ბავშვებს შემდეგ მოუწევთ იგივე ეროვნული გამოცდების ჩაბარება, თუმცა განათლება შესაბამისი დღეს სკოლებში არ აქვს საშუალება რომ მიიღონ. ანუ განათლებაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, თქვენ როგორ აპირებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას? და ნიშნავს თუ არა განათლებული ადამიანი, განათლებული მოქალაქე წარმატებულ ქვეყანას ამ შემთხვევაში? ცხადია, ეს პირდაპირ პროპორციულია, მაგრამ ფორუმი არ განიხილავს განათლების თემას ცალკე თემად.
ფორუმი განიხილავს ამ თემას მთლიანად აი ამ მთელ კომპლექსში, იმიტომ რომ განათლების კომპონენტი იმ ეკონომიკური განვითარების კომპლექსთან ერთად, იმ სამედიცინო ჯანდაცვის, სწორედ იმ სასამართლო სისტემასთან ერთად არის, იმიტომ რომ დღეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა აცდენილია, სამეცნიეროც აცდენილია იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის ფუნქციიდან გამომდინარე და ჩვენი რეგიონული ადგილიდან არ არის განსაზღვრული. ანუ იმის თქმა მინდა რომ ნებისმიერი ცვლილება სისტემური ხედვის გარეშე იქნებოდა უშედეგო. აქედან გამომდინარე პირველი კომპონენტი რაც არის საშუალო განათლებაში ჩვენ საგამოცდო სისტემა შეგვაქვს, ანუ სკოლის დამთავრება ნიშნავს იმას რომ თქვენ პარალელურად აბარებთ მისაღებ გამოცდებს, მაგრამ ამას სკოლა არ ატარებს ისევ ეროვნული გამოცდების სისტემა. ანუ თქვენ ღებულობთ შეფასებას არა მარტო თვითონ და განისაზღვრება თქვენი კომპეტენცია, ამის შემდეგ თქვენ სად შეიძლება გქონდეთ პრეტენზია გააგრძელოს სწავლა, არამედ პარალელურად წარმოგიდგენთ რომ პედაგოგიც აბარებს გამოცდას, იმიტომ რომ ვხედავთ უკვე რომელი პედაგოგის მოსწავლეები კარგად აბარებენ გამოცდებს და რომელი არა. რაც შეეხება ხელფასებს, ჯამაგირებს და შემდეგ ეს მთლიან ეკონომიკურ განვითარებასთან არის მიმული, რომელზეც გითხარით, იმიტომ რომ დღეს რომ ვინმე ვიღაცას რაღაცა შეპირვეს სისტემური ხედვის გარეშე, ეს იქნება უბრალოდ მოსახლეობის მოტყუება. სწორედ ეკონომიკურს დასთან ერთად პარალელურად, სწორედ იმ მოთხოვნა მიწოდებს, რომ რეგიონებში გაჩნდება სამუშაო ადგილები, იქ გაჩნდება კონკურენცია ადამიანების სამსახურში მიღების. აი იქ შევა ის განათლების სწორი კომპონენტი და უმაღლესი სასწავლებლები იძულებული გახდებიან გეზი აიღონ იმ გამოწვევებზე, რა თქმა უნდა, გარდა ქართველოლოგიური მეცნიერებებისა და ფუნდამენტური მეცნიერებების, რომელიც პრინციპში ამაზე დგას. ანუ ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დგას ყველა გამოყენებითი მეცნიერება. ისე რომ სახელმწიფოს დასაფინანსებელი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ქართველოლოგიური მეცნიერებები. ეს ჩვენი საზრუნავია, ეს არის ჩვენი პირადი ინტერესები. დანარჩენი სოფლიოსთან ერთად მოდის ინტეგრაციაში. ისე რომ მოკლედ შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ამის თქვა, ისე რომ კი ბატონო. ქვეყნის მოწყობა და დეცენტრალიზაცია, ბატონო კახა, ამ სტუდიაში მოსული პოლიტიკური პარტიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუნდაც რომ აჭარის ავტონომია დღეს არის მხოლოდ ფურცელზე არსებული რაღაც ავტონომიური რესპუბლიკა და მას ადგილზე ვერ ხდება შესაბამის გადაწყვეტილებების მიღება. ასევე საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობები დღეს ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რომელიც მათ აკისრია და ეს არის ხშირ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია თბილისზე და იქედან წამოსულ დირექტივებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემა როგორ უნდა დაიძლიოს ქვეყანაში და თქვენეული ხედვა როგორია დეცენტრალიზაციის და ზოგადად ქვეყნის მოწყობის? როგორც თლიანი ძირითადი პრობლემის დაძლევა ხდება, რაზეც მოგახსენეთ, სახელმწიფო მართვის სისტემა არის ჩამოყალიბებული ასეთნაირი. ის თავისი დაქვემდებარებიდან, საკუთარი კლანჭებიდან, არც ეკონომიკურ, არც ფინანსურ რესურსებს და არც მართვის ინსტრუმენტებს არ გაუშვებს მხოლოდ ფორმალურად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რეალური თვითმმართველობა ვერ გექნება, თუმცა ბევრს ვილაპარაკებთ იმაზე, რომ რა თქმა უნდა, თვითმმართველობა უნდა არსებობდეს, ავტონომია ხო ავტონომია უნდა იყოს და შემდეგ. თუ შენ მას ქონებით შემოსავლით უზრუნველყოფას მის ფუნქციების არაძლევ გამიჯნული თუ არა გაქვს უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ უტოვებ და მაინც ცენტრზე ყავს მიბმული, ხო? ბუნებრივია თვითმმართველობა იქნება ფორმალური. ამიტომ ფარდის ახთა სისტემაზე, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და ფაქტობრივად თელ სახელმწიფოს საკუთარ თავზე ამუშავებს, ფარდის ახთა მისი გამჭვირვალეობის შექმნა და პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის დანერგვა, რომელიც გულისხმობს სტრატეგიების შემოტანას, ამის შეთანხმებას და შესაბამის უზრუნველყოფის პროგრამების შემოტანას, რომელშიც ბუნებრივია განხორციელების ინსტრუმენტებში უკვე თვითმმართველობის როლი შემოდის და გადანაწილდება პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღების უფლება, აი მთლიანი კონსტრუქციის აწყობისას რეალურად მივდივართ უკვე მათ შორის თვითმმართველობის პრობლემების მოგვარებამდე, რომელზეც შეიძლება აქ აგერ ჩვენ ახლა თბილისიდან ჩამოსულებმა რო არ ვილაპარაკოთ. სულ აჭარის აგერ არის დეპუტაცია და მათი მოსაზრება შეიძლება მოვისმინოთ. აგერ ავთანდილს თხოვან, რომელიმე ჩვენი გუნდის წევრ შეგიძლიათ გააცემიროთ პასუხი თუნდაც თვითმმართველობაზე, მათ შორის ავტონომიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კი ბატონო. ბატონო მერავდი. კი ბატონო, მოგესალმებით. მუდმივად ამაზე იყო საუბარი 4 წლის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, რა თქვენ უმაღლეს საბჭოში იყავით, რომ ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა თბილისში და არა ადგილზე. სხვადასხვა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის აქტიური, რომელიც მიმდინარეობდა და რომლის შემსწრეთ თქვენთან ერთად მეც ვარ, ხომ? სად არის გამოსავალი, რაშია გამოსავალი თქვენი მოსაზრებით? კი ბატონო, რეალურად ბატონი კახა ბრძანებდა ეს არის
რეალური დეცენტრალიზაცია ხელისუფლებისა, შემდგომ კაფეოთ ამისი გამიჯნვა, რაც შემდგომ იძლევა საშუალებას იმისას, რომ ჰარმონიულად ხდებოდეს სახელმწიფოში, თუ წესიერი მართლობის, პოლიტიკური მართლობის სისტემა გააქვს დალაგებული, რომ ხდებოდეს ამის აღსრულება. რაც შეეხება ჩვენს მაგალითზე, აჭარის უმაღლეს საბჭოს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, განსხვავებით საქართველოს პარლამენტისგან იქ მმართველ გუნდმა შეძლო და შეინარჩუნა, ასე ვთქვათ, უმრავლესობა და გაცილებით უფრო იოლად და უმტკივნეულოდ წყვეტდა ამ საკითხებს. ჩვენ შემთხვევაში ზუსტად წელიწადნახევარი 2 წლის განმავლობაში მმართველ გუნდს არ ახავდა უმრავლესობა და გამომდინარე აქედან იქ უცებ ამოტივტივდა ზუსტად ის ეჭვები, რომ ზოგადად იგივე რეგლამენტი აჭარის უმაღლეს საბჭოსიც საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა და ეს იყო მორგებული ყოველთვის ერთპარტიულ მმართველობის სისტემაზე და მას შემდეგ, როდესაც დადგა საკითხი ამა თუ იმ საკითხის კონსენსუსის გზის გადაწყვეტისა, აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ბაზაც აღარ ყოფნიდა, ასე ვთქვათ, ამ საკითხების დაალაგებისა, ხო? ხშირად იყო გაუგებრობა. ხშირად იყო გაუგებრობა. შორის ხაღალზე დაწერილი რაღაც. კი, ძალიან ხშირად იყო. ძალიან ხშირად იყო და აღმოჩნდა მას შემდეგ უფრო მეტად, გამოჩნდა, ასე ვთქვათ, თავი იჩინა და შესაძლებელი გახდა აქედან გამომდინარე ამ ყველაფრის თვითონ აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტზე ვსაუბრობ, ამ ყველაფრის გადახედვა, გადაწერისა და ასე შემდეგ. ესეც სიმახინჯე ამ შემთხვევაში ერთპარტიული მმართველობის სისტემისა, ხო? სასარგებლოდ კითხულობდა, მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ კითხულობდა. კი ბატონო, კი, არის ხარვეზები, ეს ყველაფერი დასალაგებელია, მაგრამ აქ მთავარი მაინც არის ის, რომ ზოგადად ხერხემალი უნდა შეცვლილ იქნეს და ზოგადად იდეაში უნდა შეცვლილ იქნეს ის კანონმდებლობა, რასაც ქვია რეალური დეცენტრალიზაცია ხელისუფლებისა და მათი მკაფიო გამიჯნვისა და ეხლა ნებისმიერი პროგრამები წესითა და რიგით აჭარის უმაღლეს საბჭოს მიერ საუბარი, როდესაც გვაქვს ჩვენ აჭარის ავტონომიაზე, უნდა მიღებულ იქნეს კანონის სახით და შემდგომ ეს უნდა წარედგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას უკვე კანონის სახით, ვინაც შემდგომ ეს უნდა აღასრულოს. და არ უნდა იყოს ამაში თქვენ ჩარევა. ინიციატივები გქონდათ, ბატონო მერე, თქვენ კიდევ ერთხელ უნდა მოგცეთ დაგიჭირო მხარი ამ მომრჩევლებმა, ხო? აი თქვენი ინიციატივები უმაღლეს საბჭოში და იმ ინიციატივების ვერ განხორციელების მიზეზები იქნებ განმარტო ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ მე მინდა ძალიან ბევრ შეკითხვაზე კონდეს დღეს. კი ბატონო, 3 პროექტს გეტყვით, უბრალოდ 3 აბსოლუტურად განსხვავებული პროექტი, ერთი გაკეთდა, ერთი ვერ გაკეთდა, ერთი ნახევრად გაკეთდა, ხო? იგივე მთის კანონის შესახებ, როდესაც წამოწეული იყო და ამას აკეთებდა აგრარული და თვითმმართველობის კომისია, მთლიანად ზოგადად ჩემს მიერ იყო წამოწეული და ჩართული იყო მას მთელი მუნიციპალიტეტები და ზოგადად აჭარის ბევრი ორგანო, ჩვენ აქ წარმომადგენელი დღეს ყავს ბატონი თემური დარგობრივ კომიტეტთან ერთად მუშაობდით საქართველოს პარლამენტში, მაგრამ შემდგომ შეიქმნა მთის საბჭო და ასე ვთქვათ აღმასრულებელი ხელისუფლება მიიღო იტვირთა თავის თავზე ამ კანონმდებლობის ასე ვთქვათ წარმოჩენისა და დაეყო ბატონო თემურ როგორც მე მახსოვს ძალიან ჩვენ იმ ნამუშევარს აჭარის ნაწილში მაინც აი ეს შეიძლება ითქვას რომ ნახევრად გაკეთებული ასევე კანონი რომელიც ძალიან გაჭირვებით მაგრამ მიღებული იქნა ჩემს მიერ 50% პლუს ერთი ხმა აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების შესახებ კანონისა და ვერ შესრულდა პროექტი ვერა და ვერ გავიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში აღმოჩნდა ისე რომ არც მართველი გუნდი ანუ ქართული ოცნება და არც მთავარი ოპოზიციური ძალა როგორც ზახის თავის თავს ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა იმათი მზაობა აღმოჩნდა იმისა რომ ყოფილიყვნენ ერთნი ამ გადაწყვეტილებაში და ეგეთ წოდებული გერმანული მოდელის საკითხი აბსოლუტურად ყველა პროცედურები გავლილი აქვს გაიარა სულ ყველა ეტაპი უბრალოდ ვერადე ვერ დადგა მოსმენაზე ეს პროექტი ჩავარდა მიუხედავად იმისა რომ ანუ აქედან გამომდინარე ჭირდება ქართულ ოცნებას მართლ გუნდს ყოველთვის ჰქონდა როგორც თქვენ ხსნიდით და ერთი საკითხი ბოდიშვიხდი გამომდინარე იქედან რომ პირდაპირ კავშირშია ბოდიშვიხდი დეცენტრალიზაციის შემთხვევაში, რეალური დეცენტრალიზაციის შემთხვევაში ხელისუფლების ხომ და კომპეტენციის გამიჯვნისას, როცა ის დირექტიული აღარ იქნება ურთიერთობა სხვადასხვა რგოლებს შორის, ხშირ შემთხვევაში რაღაც კანონის დაცვის ან აღსრულებისას უნებრივად შემოდის და მნიშვნელოვანი ხდება ხელისუფლების მესამე შტო გამართული, არც გამართული მესამე შტო, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ბევრ შემთხვევაში არის ბევრი ამისთვის არის მნიშვნელოვანი ბუნებრივად არის გარეშეც სახელმწიფო არ არსებობს, მაგრამ
რადგან აი თვითმმართველობაზე ვიყავი, თვითმმართველობას მოყვა ეხლა ეს თემა და ბარემ რადგან პროგრამაში გვაქვს ჩვენი ხედვა რა უყოთ იმ პრობლემას, რაც შექმნილია დღეს სასამართლო სისტემაში, ამასთან დაკავშირებით კუბას ვთხოვო თქვას დიდი მადლობა. სავალი რა შეგვიძლია ვთქვათ მოვძებნოთ და დონლაშა, ესე იგი სასამართლო რეფორმის ავტორი, პროგრამული ავტორი ჩვენთან არის ბატონ რევაშავიშვილი, მაგრამ ბატონ რევაზე ახლა თბილისშია, მას შეხვედრები აქვს ამომრჩევლებთან. ფაქტიურად ცენტრალური შტაბი მას აქვს ახლა ჩაბარებული, ჩვენ აქ ვართ სტუმრად აჭარაში, ამიტომ მე შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ ავხსნა ეროვნული ფორუმის სასამართლო რეფორმა. პირველი, ყველანი შეთანხმებული ვართ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ დღეს ქართული სამართალი არის გაღუნული, ხეიბარი და არაეფექტური. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ გადმოიბარა სააკაშვილის მიერ ფაქტიურად განადგურებული ქართული სასამართლო, გადმოიბარა ყოველგვარი, თქვა, ცვლილებების გარეშე და დღეს ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მურუსიძის ვირუსით დაავადებული ქართული სასამართლო. 300,000-ზე მეტი განჩინება იქნა გამოტანილი 9 წლის განმავლობაში და გამამტყუნებელი არის 99%. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ერთ რამეს. მთელი კორპუსი, ქართული მოსამართლეთა კორპუსი არის გაღუნული, გამრუდებული და ჩამდგარი უსამართლობის რეჟიმში. მე არავის ცალ-ცალკე პიროვნულად შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ეს კორპუსი არის სახიფათო, დღევანდელი მოსამართლეთა კორპუსი არის სახიფათო საქართველოს. თითქმის მთლიანად მთელი კორპუსი. რა შეეძლო ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში გაეკეთებინა? დავასრულებ ქართულ ოცნებას და ჩვენ ძალიან ბევრ რამე შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ალბათ გახსოვთ თუ არა და გაგახსენებთ, მე პირადად ჯერ კიდევ ვიცე-სპიკერი ვიყავი, კოალიციის წევრი ვიყავი. შარშან, როცა მე გამოვედი პარლამენტში და ღიად გამოვხატე პროტესტი ხელისუფლების მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ, იმასთან დაკავშირებით, როცა მურუსიძე აღმოჩნდა ცენტრალური ფიგურა სასამართლოში. ახლა მე ვიტყვი რა არის ჩვენ პროგრამაში. რადიკალური ცვლილება. არავითარი მესამე ტალღა, მეოთხე ტალღა არ შველის ამას. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, უნდა შევთანხმდეთ, რომ მოსამართლეთა კორპუსი უნდა გამოიცვალოს შემადგენლობა. ამის ერთადერთი გამოსავალი არის რა? რადიკალური ცვლილება. პრინციპში ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების რამოდენიმე შტატში და შვეიცარიაში. არჩევნები მოსამართლეების. მკვნეულად შეიძლება ეს პროცესი წარიმართოს ბატონ გუბას, ანუ ყველა ხელისუფლება ფაქტობრივად ერიდება ესეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. კარგი შეკითხვა, ბატონ ლაშა, პოლიტიკოსი პოლიტოლოგისგან და ექსპერტისგან ამითი განსხვავდება, რომ მათ შეუძლიათ თავის მოსაზრებები გამოთქვან, ოღონდ პოლიტიკოსს აქვს პოლიტიკური ნება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს მტკივნეულია, სარისკოა ვაღიარებთ, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია და პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ამიტომ ქვია, რომ სარისკო მტკივნეულ საკითხზე უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ის რაცა გვაქვს, ეს დაანგრევს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ ვეაფერს ვერ ვიზამთ. თუ სამართალი არ იქნა, თუ მრუდე იქნა ქართული სამართალი, არანაირი არც ეკონომიკური აყვავება იქნება, არც უსაფრთხოება გვექნება. თავარი საფრთხე შიგნით, ქვეყნის შიგნით არის ორი რა: სახელმწიფო სისტემა და სასამართლო. პრინციპი სასამართლო ამ სახელმწიფო სისტემის ნაწილია. ბევრი ამბობს, რომ აი ხალხი ვერ აირჩევს მოსამართლეს. ჯერთ ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების. მოქალაქეები თუ ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს, თუ ირჩევენ დეპუტატებს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს რატო ვერ აირჩევენ? რა პრობლემაა? ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების. ძალიან ბევრი ექსპერტი გამოჩნდა ამ ბოლო დროს, რომ აი ხალხი არჩევანს რატო ვერ გააკეთებენ? ძალიან მარტივია, ყველა მოსამართლე თანაბარ პირობებში ჩადგება, ამის მექანიზმები ჩადებულია ჩვენ პროგრამაში, ახლა მე ამაზე არ ვისაუბრებ, დროს დავკარგებ, პირდაპირ არის მექანიზმები ჩადებული, ვერ გაყალბდება, არ გაყალბდება აღმასრულებელ ხელისუფლებას, მასზე გავლენა ვერ ექნება, ვერავითარ შემთხვევაში. იქნება კონკურენცია, მოქალაქეები მოისმენენ კანდიდატების, მოსამართლეობის კანდიდატების თქვათ პაექრობას, ეს არ უნდა დაემთხვეს არც ერთ არჩევნებს, არც საპრეზიდენტოს, არც საპარლამენტოს და არც თვითმმართველობას, ცალკე უნდა ჩატარდეს, თან უნდა ჩატარდეს ერთხელ. იმიტომ რომ კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ სამუდამოდ, თუმცა ამის ცვლილებაც საჭირო იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს 10 წელი ან 15 წელი. ვადით უნდა იყოს, საქართველოს ჯერ არ არის ისეთი ძლიერი განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ეს ცალკე თემა არის, ეს მეორე პრობლემა, მაგრამ მთავარი პრობლემა დღეს არის შემადგენლობა.
შემადგენლობა უნდა გამოიცვალოს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ამის უფლება არ აქვს. იმ მოსამართლეებს, ვინც დღეს არიან და ჩვენ უნდობლობას უცხობთ, მათაც ექნებათ არჩევნებში მონაწილეობა. გასაგებია. მათ აირჩევს ხალხი, ოღონდ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ხმას მიცემს მოსამართლეს, მას ეწოდება ერთი რამე. მან უნდა იცოდეს, რომ ის მოსამართლე მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში გაასამართლებს მიშვილ, შვილიშვილს, მეზობელს და ასე შემდეგ. ეს არის რადიკალური და ერთადერთი გამოსავალი. გასაგებია. 15 წუთზე ნაკლები გრჩება, ამიტომაც ეფექტურად გამოვიყენოთ ძალიან რომ ქართულ ოცნებას უნდა მოსამართლების პირდაპირ წესით კანონის გატანა და თუ გახსოვთ ჩვენმა ფრაქციამ ჩააგდო ეგრე დღეს მათ ეს არ გამოვიდათ ის თორე აპირებდნენ პირდაპირ მაგრამ თუ დაინიშნენ უვადოდ აი მე უკვე ვერაფერს ვერ უზამ ამიტომ მანამდე უნდა მოხდეს კორექტირება და კორექტირება რახან სახელმწიფო შტოა იქნებ შეიტანოს თვითონ ხალხმა და თქვენ ბრძანეთ ტკივნეული იქნება თუ არა ნუ თუ იმაზე ტკივნეული იქნება რამდენად ტკივნებულიც იყო 1000 უსამართლოდ გასამართლებული და ციხეებში ჩაყრილი თუ ნაწამები თუ ნატანჯი ადამიანები. ნუ თუ ამაზე მტკივნეული იქნება. და ნუ თუ მოქალაქე არ დაფიქრდება ამა თუ იმ მოსამართლეს ხმას რო აძლევს, რაც აგერთემულმა ბრძანა რო ხვალდაზე გამა შეიძლება გაგისამართლოს შვილი, მეზობელი, ახლობელი და თუ შეიძლება მაჟორიტარს ირჩევდეს კანდიდატს, რომლებიც ხშირად წლების განმავლობაში მაჟორიტარ კანდიდატს საერთოდ ვერ ხედავს მე ის ხალხი. მოსამართლე რომელმაც მისი ბედი შეიძლება გადაწყვეტოს რატომ არ შეიძლება იყოს მასზე დამოგვით თან ერთხელ იმიტომ რომ მე ესენი უდაბადოდ გამწესდებიან და პლუს ერთი საკითხი ეს ყველაფერი კარგია ვთქვათ სოციალური გარემო ეკონომიკური გარემო სასამართლო გარემო და საარჩევნო გარემო მაგრამ ბუნებრივი გარემო რომელსაც ვანგრევთ ვანადგურებთ და ვწამლავთ ისე რომ თან ვერ ვამჩნევთ მაგრამ შედეგები თანდათან ისახება ამიტომ პროგრამის ერთ-ერთი ღერძული ნაწილი გახლავთ გარემოს დაცვის სისტემური ხედვა, სადაც შედის ყველა კომპონენტი, ჰაერი, წყალი, მიწა, ტყე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა და პარტნიორმა ნინო ჩხობაძემ მოამზადა. ბუნებრივია მის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის არ ეპარება და არის ძალიან საინტერესო და სხვათა შორის ყველა სხვა ნაწილი ეკონომიკა იქნება ეს თუ სისტემური ცვლილებები იქნება თუ ჯანდაცვის რეფორმა იქნება აი ამ წვანე ჭრილში გარემოს დაცვის ჭრილში არის დანახული და ძალიან პრობლემური საკითხია განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში ყველა ის სტრატეგიული გეგმა რომელიც უნდა განხორციელდეს და ეხება ისეთ საკითხებს და პროექტებს იქნება ეს ინფრასტრუქტურული ენერგეტიკული ნებისმიერი სხვა გარემოს დაცვის ჭრილში და აი ამ მომიჯნავე დარგებთან ეს იქნება დემოგრაფიას შეეხება თუ ბუნების დაცვას შეეხება თუ როცა მომიჯნავე დარგებთან ერთად უნდა გასაგებდეს კომპლექსურად და ასე უნდა იწერებოდეს ეს სტრატეგიული გეგმა. გასაგებია თქვენი ხედვა, მაგრამ მე კონკრეტულად მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აპირებთ ქართული სოფლის გადარჩენას პირდაპირ გიწერიათ თქვენს საარჩევნო პროგრამაში, ხო? ჩვენ ახლა გვიყურებს დარწმუნებული ვარ აჭარის მაღალმთიანეთის ძალიან დიდი ნაწილი მაყურებლებისა და არა მარტო აჭარის სოფლების ცხოვრებლები, ხო? თქვენი ხედვა როგორია ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით სოფლებიც არიელდება, ხო? არ არის არავისთვის საიდუმლო, რომ ადამიანები იქ არ ჩერდებიან, იმიტომ რომ არ არსებობს სამუშაო ადგილი, არ არსებობს შესაბამის პირობები. როგორია თქვენი ხედვა ამ პრობლემის მოგვარებისა? ეს დიფერენცირებული საგადასტურებო სისტემა, რომელზეც მოგახსენეთ, სწორედ მაგისტვის არის გაკეთებული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მთიან აჭარაში საქმის კეთება რაღაცის წარმოება მაგალითად იბეგრება 1%-ით. და ამავე დროს აჭარის მოსახლეობას შეუძლია სტარტაპებიდან 350 მილიონიდან ნოვაციურ იდეებში, ნოვაციურ მოსაზრებებში, რომელიც ბაზარზეა გათვლილი და კონკრეტულ ყიდველებზეა გათვლილი, ან უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაზე, მათ აქვს შესაძლებლობა პირველ რიგში აიღონ ფული, მეორე რიგში მოხვდნენ ძალიან დაბალ საგადასახადო ზრდაში და მათი პროდუქცია იყოს ძალიან კონკურენტუნარიანი, მათ შორის შემოსული პროდუქციის თუ თბილისში წარმოებული პროდუქციის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ ამ საგადასახადო ზონაში, მაგალითად, ძალიან კარგი ავეჯი. თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ ხის სახლები, რომელიც კონკურენციას გაუწევს იგივე დაუშვათ სხვა ქვეყნიდან წარმოებულ პროდუქციას. თქვენ შეგიძლიათ გადაამუშავოთ ნებისმიერი პროდუქცია. თქვენ შეგიძლიათ მეცხოველეობის პროდუქტი გადაამუშავოთ. თქვენ შეგიძლიათ ყავის საწარმოები შექმნათ. თქვენ შეგიძლიათ ყავეულობის ქარხანა შექმნათ. და ასე შემდეგ. ანუ ბეწვეული მათ შორის თუ ცხვარია და ასე შემდეგ. ისე რომ ეს არის უკვე არა უბრალოდ მარტო სოფლის მეურნეობა, არამედ სოფლის მეურნეობისგან მიღებული მთელი ეკონომიკური სისტემა.
დაბალი საგადასახადო ზონა, ხელმისაწვდომი ეგრეთ წოდებული სტარტაპები, ხელმისაწვდომი საბანკო სისტემა, იმიტომ რომ ეს იქნება სტიმულირებული და აი ესე განვითარდება. იქვე იქნება უკვე წარმოიდგინეთ უკვე განათლებაც, იმიტომ რომ სადაც ეკონომიკა, იქ მოთხოვნა სპეციალისტებზე მაღალია, უკვე იქ ჩვენ გვაქვს შეთავაზებაში ასევე დისტანციური სწავლების მეთოდების თანამედროვე, იმიტომ რომ ეს ჩვენ პარტიის პროგრამით უბრალოდ აბსოლუტურად დასრულებულ სტადიაშია, მათ შორის სპონსორებიც არიან, ვინც ამაში იმუშავებენ, ისე რომ ეს არის თლიანად, ანუ ერთადერთ პარტიას აქვს თელ სპექტრში წარმოდგენილი პროგრამა. გასაგებია 8 წუთზე ნაკლები გრჩება, მეგობრებო, იმისათვის რომ შევეხოთ სოფელი და მაღალმთიანი აჭარა და არა მარტო საქართველო არის მაღალმთიანი ქვეყანა. ჯანდაცვაში და ერის ჯანმრთელობასთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესი არის ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა. სწორედ იტალიელებთან ერთად შემუშავებული პროექტი, რომელიც ასენა ბატონმა თემურმა, რომელიც გულისხმობს ტელემედიცინას, გულისხმობს ელექტრონულ მედიცინას, გულისხმობს სოფლის დონეზე თვისობრივად განსხვავებული სერვისების და კომუნიკაციის დანერგვას. ეს იქნება მნიშვნელოვანი, ეს იქნება როგორც დასაქმების, გაჩნდება ახალი ტიპის პროფესიები, ეგრეთ წოდებული აუთრიჩები და მოვლის. ეს არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრება. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პრობლემა, არა მარტო მთაში მცხოვრები ახალგაზრდების, ზოგადად ახალგაზრდები და ქალების პრობლემები იგივე თქვენზე ვერ ვიტყვი იგივეს, მაგრამ ძალიან ბევრ პარტიაში საარჩევნო სუბიექტის ვერციაში, ვერც კანდიდატებს შორის ფაქტობრივად ქალებს ვერ პოულობთ. ამ პრობლემების გადაწყვეტა როგორ წარმოგიდგენიათ იგივე ახალგაზრდებთან მიმართებით? აგერ ქალბატონებიც არიან, ახალგაზრდებიც არიან და ბრძანეთ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ. აგერ თემურსაც შეუძლია მე იმასქნას დასკვნით თუ გინდა დაიწყე რომ დღეს დაიწყე შენ და აქ დამსწრე ქალები დაიჩაგრონ, ამიტომ აუცილებლად მივცეთ მათ საუბრის საშუალება. ნუ ხარ მორცხვევი. გააქვთ უფლება ილაპარაკოთ. კი ბატონო, კარგით გისმენთ მაშინ თქვენზეა დამოკიდებული და სწორედაც რომ ახალგაზრდების პრობლემა ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი არ არის შესაბამისი განათლება და მეორე შესაბამისი განათლების არსებობის შემთხვევაშიც კი არ არის დასაქმების გარანტიები. მესამე არის ის რომ თუ წარმოვიდგენთ სიტუაცია რომ ყველას ჯიბეში გვიდევს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი. ვინ დარჩება საქართველოში თუ არ ექნება შესაბამისი დასაქმება? მეორე მოთხოვნა მიწოდების. ეხლა ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ გითხარით, ნახეთ როგორი კარგი უნიკალური შანსი აქვს სოფლის ახალგაზრდობას. პირველი, მათ შეუძლიათ არა მარტო დასაქმებულები იყვნენ, ინიციატორები იყვნენ თვითონ წარმოების, ანუ თვითონ გახდნენ დამსაქმებლები. თავარია, იცოდე რეგიონს, შენ რესურსებს რა მოარგო, იცი ფული სადაიღო და სტარტაპში როგორ გაემარჯვე შენი იდეით. ბაზარზე უკვე კონკურენტული ხარ, იმიტომ რომ ძალიან დაბალ საგადასახადო ზონაში ხარ, ისე რომ ყველა შანსია ახალგაზრდამ უკვე თვით რეალიზება შეძლოს და არ ეძებოს დასასაქმებლად ვინმე და განცხადებები გაზეთებში და ტელევიზიაში რომ ვიღაცა მას დაასაქმებს. გასაგებია. თქვენ რო დღეს ანაწილებდეთ ბიუჯეტს, საქართველოს ბიუჯეტს, იქნებ სფეროების მიხედვით პროცენტულად გადაანაწილოთ, რა სფეროზე რა თანხას გადაანაწილებით, არ ვიცი ეს. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ვინ მიპასუხებს. რა პრიორიტეტების მიხედვით, აი პრიორიტეტების მიხედვით როგორ გადაანაწილებდით, პირველი რომელი იქნებოდა, რომელი სფერო და შემდგომი რომელი? მოგახსენეთ ჩვენ პროგრამულ ბიუჯეტზე, როდესაც პროგრამული ბიუჯეტი გადადის სახელმწიფო, მაშინ ის პრიორიტეტები თვითონ რომელზეც იქნება მიღებული, ისინი განსაზღვრავენ უკვე რეალურად სად რამდენი უნდა გაუშვა და არა ვიღაცა სუბიექტურად კაბინეტში წვეთდეს რამდენი სად გაუშვას. ისე რომ სწორედ ეს არის წამალი იმისი, რომ პრიორიტეტები იქნება სწორად შერჩეული, გამოყენებული იქნება სწორად და რაც თავი იქნება გათვლილი შედეგზე. ანუ ყველა პროგრამა იწყება სადღაც და მთავრდება კონკრეტული შედეგით. არა ამდენი დავხარჯე, არამედ ეს უნდა გამეკეთებინა, იმდენი დავხარჯე და შედეგი მივიღე. აქედან გამომდინარე პრიორიტეტები თითიდან გამოწეული ვერ იქნება. კი ბატონო. იმიტომ არის ჩვენი ფორმის პროგრამა. გასაგებია, დაახლოებით 4 წუთი გრჩება ბატონო. აი 4 წუთი და შემდეგ ბატონმა კახამ შეაჯამოს. მადლობთ ბატონო, მე მინდოდა ცალკე განცხადების სახე მიმეცა ეროვნული ფორუმის სახელით. აჭარის მოსახლეობას მინდა მივმართო. ძვირფასო თანამემამულეებო, ჩვენი თხოვნა არის და ვალიც არის თითოეული ჩვენთაგანის. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემატიკა არის ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის. ეს 4 წელი იქნება გადამწყვეტი უახლოესი ჩვენი ქვეყნის მომავლისა.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რამდენად მშვიდად ჩაივლის ქვეყანაში არჩევნები და განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ საქართველოს არ ჭირდება ახლა რაიმე დამატებითი კონფლიქტები, რაიმე დამატებითი გამწვავებები, გინდათ სამეზობლოში, გინდათ შიგნით, გინდათ გარეთ. მეტი ყურადღება გვჭირდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რელიგიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. რასაც ვამბობ, ყველა ხვდებით ალბათ ძვირფასო მეგობრებო, რასაც გულისხმობ და ყველა ერთნაირად გულისხმობთ. საქართველოს ჭირდება ძალიან სერიოზულად სიმშვიდე, ისე როგორც არასდროს. საქართველოს არ ჭირდება ახალი კონფლიქტები და გამწვავებები სამეზობლოში. იმიტომ რომ ეს არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება სწორი, თუ თქვენი სურვილი იქნება, თუ თქვენს გულს ესალბუნება, დაუჭირეთ ეროვნულ ფორუმს მხარი შემოხაზეთ 26, მაგრამ იგულისხმეთ ყოველთვის. დღეს აჭარას არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება. დღეს აჭარას არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ბედი ყოველგვარი გადამეტების გარეშე წყდება აჭარაში. აჭარა დღეს არის მთავარი რეგიონი ჩვენი ქვეყანაში ამ არჩევნებში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხარეები იღებდნენ თავის თავზე, თავის დროზე კახეთმა აიღო სამეგრელო, მაგრამ დღეს საქართველოში მთავარი რეგიონი, წამყვანი რეგიონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვანძია გადაკვანძული აჭარაში. როგორც ხიფათის, ისევე პერსპექტივის. ამიტომ უარი ვთქვათ ხიფათებზე და მხარი დაუჭიროთ პერსპექტივებს. დიდი მადლობა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ყოველგვარი ჩოჩქოლის, შფოთის, ქაოსის გარეშე და სადაც კი ვიგრძნობთ, რომ ასეთი ჭარბი ემოციის შემქმნელი წინაპირობები ამ აპროვოცირებელი ვითარება იქნება, ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად. საქართველოს ახლა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს ამ არჩევნებში. და ამ არჩევნებში უნდა ჩაიარო მშვიდად და მშვიდად რო ჩაიარო, პირველ რიგში ამ არჩევნებში უნდა მოვიდეს. მაქსიმალურად ვისაც შეუძლია უნდა მოვიდეს არჩევნებში. მათ შორის ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ არ მოწონს თქვა არც ყოფილი ხელისუფლების მართველი პარტია, არც ახლანდელი და ფიქრობენ, რომ მათ შორის იქნება არჩევნები და ამიტომ არ მოდის არჩევნებზე. ჩათვალეთ, რომ უნებლიეთ ორივე საძლევთ ხმას და ამით ხმას აძლევთ იმ სისტემის დატოვებას, რომელიც ორ მხარეს წარმოადგენს, ყოფილი თუ დღევანდელი. და ეს არჩევნები უნდა იყოს სახალხო რეფერენდუმის მსგავსი შედეგის, რომელიც უარს ამბობს ამ 24 წლის განმავლობაში დატრიალებული პარაზიტი ამ სისტემის ფუნქციონირებაზე და გადადის რეალურად ახალ მრავალფეროვან ეროვნული თანხმობის პარლამენტზე, რომელიც სისტემურ რეფორმასაც განახორციელებს და საქართველოს როლ ადგილსაც შექმნის და დადებს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, რაც იქნება მისი გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიაც და ფუნქციური მთლიანობისკენ მსვლელობის წინაპირობა, რომელიც ბუნებრივია ტერიტორიული მთლიანობისკენაც მიდის და ეს პროცესი არის ასაწყობი. ეს არის რთული პროცესი, რთულად გასაკეთებელი, მაგრამ გაკეთებადი და ამას მთელი ადამიანური რესურსის მობილიზება დაჭირდება, ეროვნული თანხმობაც დაჭირდება და ამ თანხმობისკენ პირველი ნაბიჯი დაახლოებით 2 წუთს და 100 მეტრია ისე გაგიშვათ, ბატონ კახა, რომ არ კითხოთ. ვისთან ერთად წარმოგიდგენიათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგივე კოალიციურ რეჟიმში მუშაობა, რომელ პარტიებთან და საერთოდ წარმოგიდგენიათ თუ არა ახალ პარლამენტში და როგორ აფასებთ თქვენ შანსებს ამ არჩევნებზე? ანუ ეს არ არის ის არჩევნები, რომელიც თუნდაც 2012 წელს იყო, ხო? აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური სურათი გვაქვს დღეს ქვეყანაში. თქვენ შანსებზე და თქვენი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსხვავებული სურათი გვაქვს და ამ სურათის დამახინჯება ხელოვნურად არ შეიძლება. მართველი პარტია არ უნდა ცდილობდეს აი ამ პოლიტიკური ველის ხელოვნურად მიტაცებას, სადაც ჩალაგებულები არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები და გვეძლევა შანსი, რომ მართლაც მრავალფეროვანი, მრავალპარტიული წარმომადგენლობა იყოს პარლამენტში. და სხვა პარტიებმა, რომლებიც არც ოცნების არის, არც ნაცების არის, არც ყოფილი ხელისუფლების არის, არც ამ ხელისუფლების არის, ჩვენი მუშაობით უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ეს ველი არ შეიკუმშოს ხელოვნურად და კვლავ არ მივიღოთ ვითომ ორპოლუსიანია, სინამდვილეში ერთპოლუსიანი ხელისუფლება და პარლამენტი. და ბუნებრივია ეს თავისთავად განაპირობებს იმ აუცილებლობას რაღაცა ტიპის თანამშრომლობისა, ეს იქნება დღეს თუ იქნება პარლამენტში, ოღონდ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს არა მხოლოდ რაღაცა ელემენტარული ინტერესებიდან გამომდინარე, თვითშენარჩუნების თუ თვითდაგარგვის.
არამედ მართლაც გამაერთიანებელი იდეა მაკონსოლიდირებული უნდა არსებობდეს, რომელსაც ჩვენ მაგალითად ჩვენი ხაზით ასე ვთავაზობთ და ეს სისტემური რეფორმის განხორციელება მართლობის სისტემის და შეთანხმება საქართველოს იმ ღირსეულ საერთაშორისო როლ ფუნქციაზე, რომლის შესრულება მას შეუძლია და რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა იმ ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლებისაგან, რაც გულისხმობდა საქართველოს სოფლიო ისტორიული ფუნქციის აღდგენასა და შესრულებას. ეს იქნება განმსაზღვრელი თანამშრომლობის ძელვადიანი ურთიერთობის. თუ ახლა რაღაც თემატურ თანამშრომლობაზე არ ვილაპარაკებთ და ეს ამ მოდელით შემოდის საარჩევნო სიტუაცია წინა შანსებსაც განსაზღვრავს ის, რამდენად მომწიფებულია ამის აუცილებლობა საზოგადოებაში და ალბათ მომწიფებულია, რომ არა შფოთი, არა დაპირისპირება, არა ცხვირპირისპირება ერთმანეთის, არამედ ეროვნული თანხმობისა და სიმშვიდისკენ წასვლა და როგორც ეს პროცესი, რომელსაც ბევრი მსხვერპლი მოყვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და უწია 26 ნომრად ახლა ეროვნულ ფორუმს ამ არჩევნებში შემოტანა და ვისთვისაც ეს საკითხები მართლა გულთანახმოს მისულია, მისთვის ეროვნული ფორუმი 26. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები და თქვენ სამომრჩეველს და არა მარტო თქვენ სამომრჩეველს ქონდა საშუალება მიეღოთ თქვენგან უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი ეთერით. მე წარმატებებს გისურვებთ არა მარტო არჩევნებში, ზოგადად თქვენ საქმიანობაში. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუმრები ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები იყვნენ. მე მხოლოდ 2 დღით გემშვიდობებით უკვე პარასკევს ამ დარბაზში, ამ სტუდიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს უმასპინძლებთ და მათ საარჩევნო პროგრამაზე გავიგებთ უფრო მეტ ინფორმაციას. სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.